რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 106 დღესაც რუსთაველის გამზირზე ტრადიციული ადგილი პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია ისევ გადაკეტილია. მოქალაქეების მოთხოვნებით რასაკვირველია 106 დღესაც არის უცვლელი და სამწუხაროდ ამ დრომდე შეუსრულებელი. ეს არის რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე თუ მის მიღმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მშვიდობიანი მანიფესტანტების, მშვიდობიანი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნები. აქ არიან შეკრებილები, სხვა ასაკის, სხვა პროფესიის, სხვა პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულების მქონე ადამიანები, მათ შორის აქ არიან რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები, მაგალითად აქ არის ნიკა კაციას ძმა ლაშა კაცია. გავიგოთ როგორია მოქალაქეების განწყობები 106 დღესაც ამ უწყვეტი პროტესტის, მაშინ როცა ვხედავთ, რომ ფაქტია რეჟიმი ჯერჯერობით აქამდე ყოველ შემთხვევაში ამას ვხედავთ, რომ არ აპირებს კომპრომისზე წასვლას, პირიქით რეჟიმი უფრო და უფრო მეტად ართულებს და ამკაცრებს რეპრესიებს მოქალაქეების წინააღმდეგ. მაგალითისთვის ფინანსურ სანქციებს აწესებს, მათ შორის აჯარიმებს რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებს. ლაშა, თქვენს დაგაჯარიმეს თუ არ მეშლება გზის გადაკეტვის გამო 5,000 ლარით, რას გედავებიან, რომელ დღეზეა საუბარი გითხარით და რას ემსახურება ეს ფინანსური სანქციები? მათ შორის ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა განსაკუთრებით ეს ფინანსური სანქციები მეორედ, მესამედ უკვე მისდით რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებსაც. პირველ რიგში ეს არ არის გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმება, ეს არის იმ ჩვენი მართლა კანონიერი მოთხოვნების მიმართ სასჯელი, ესე ვთქვათ. ამით ცდილობენ რომ რაღაცა გაგვტეხონ ან შეგვაშინონ. მე მაგალითად ყოველდღიურად გამოვდივარ და სახის დაფარვას ნამდვილად არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს 5,000-იანი ჯარიმა სიმართლე გითხრათ გამიხარდა, რომ დამირეკეს, რომ მადლობა, რომ დამინახეთ სადღაც კადრებში მეთქი და ყოველთვის რავი, აქედან ხელს დაუქნევ, რამდენი დღეც არ უნდა დამჭირდეს, ყოველ დღე გამოვალ და ესე მივესალმები, რომ აქ ავარ და წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ და რა თქმა უნდა ყველა ოჯახის წევრებს აბსოლუტურად ეხა ერთადერთი რაღაცნაირად მართლა ისე შევიკარით და ისე ერთ მუშტათა ვართ ეს ოჯახის წევრები გაერთიანებულები რაღაც საერთო მიზნისკენ, რომ ეხა ალბათ ფიქრობენ, რომ ეს იქნება ნაბიჯი რაც შეგვაშინებს და არ ვიცი ვიღაცა ჭკვიანმა ადამიანმა ერთმა მაინც იმ რა თავის 41 ბრჭყალებში ადამიანთან ერთი ჭკვიანი როგორ არ აყავთ უთხარ რომ მსგავსი რაღაცები ჩვენ არ გვაშინებს. დიდი მადლობა ნიკა კაციას ძმას ლაშა კაციას უსმენდით, რომელიც 5,000 ლარით გზის გადაკეტვის გამო, თითქოს გზის გადაკეტვის გამო დააჯარიმეს. აქ არიან სტუდენტებიც, მაგალითად აქ არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი, გამარჯობა, ლერი დარჯანია, რომელიც თუ არ მეშლება უკვე 2 თვე შესრულდება დღეს ან ხვალ, რაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დაკავებული გაქვთ, ფოიე დაკავებული გაქვთ სტუდენტებს. მინდა კითხოთ იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ახალგაზრდები სტუდენტები, მათ შორის თქვენ პირადად თქვენი თანამებრძოლები რეჟიმისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენთ. ფაქტია, ისინი ამკაცრებენ უფრო და უფრო რეპრესიებს თქვენ მიმართ, მათ შორის ვნახეთ დააჯარიმეს, შემდეგ სტატუსი შეუწყვიტეს სტუდენტის, თეატრალური სტუდენტებს. თქვენ მიმართაც იყო სეუ სტუდენტების მიმართ არაერთი მსგავსი ქმედება და ამის მცდელობები. თქვენ რას უპირისპირებთ რეჟიმის ამ ქმედებებს? როგორ წარმოგიდგენიათ თან ამ პირობებში ბრძოლის გაგრძელება, როცა უფრო და უფრო რთულდება ეს გზა? ფაქტია. ესე იგი ორი თვეა რაც ეს ამბავი გრძელდება, რომ უნივერსიტეტში ვართ და დაკავებული გვაქვს აუდიტორია. პირველი თვის შემდეგ, ანუ პირველ თვეში, ანუ 10 დღის შემდეგ გარეთ გამოყარეს გაუგებარი მიზეზებით, მაგრამ დავბრუნდით და ისევ დაკავებული გვაქვს აუდიტორია და აქედან გამომდინარე, ეხა რაც მინდა გითხრათ, აი გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი ეთერი მოვიპოვეთ საზმაოსთან, რომელიც ანუ უმნიშვნელოვანესია სტუდენტებისთვის, ჩემი აზრით, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობენ და ჩვენი პროტესტი და ჩვენი შემდგომი ნაბიჯები არის ის, რომ არანაირად არ ვფიქრობთ, რომ ესენი ვინმე სამით შეაშინებენ და ჩვენ რო გვეშინოდეს აქამდე უკვე დამთავრებული იქნებოდა ეს ყველაფერი და ფაქტი ის არის, რომ ვერც ერთი ჯარიმა და ვერც ერთი საქციელი ამათი ვერ შეგვაშინებს და მე მინდა მადლობა გადავხადო იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად აქ დგას და ყოველდღიურად აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ჩვენ მჭირდება ევროპისკენ მიმავალ გზაზე. დიდი მადლობა. რუსთაველის გამზირი უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 106 დღესაც ეს ტრადიციული ადგილი, რა თქმა უნდა, გადაკეტილია. გითხარით მოთხოვნებზეც, მოისმინეთ, რომ ეს მოთხოვნები უცვლელია, რაც შეეხება განწყობას. განწყობა ფაქტია, რომ საბრძოლოა, ასეთი მძიმე სანქციებისა და რეპრესიების პირობებშიც კი სულ ცოტა ხანში უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაძრული მარში შემოუერთდება ამ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე.